გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მევესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი დღეს მინდა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ცინცხალი ახალი იდეა გამიჩნდა და შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. სტუმარი წარსულიდან. ისევ რა თქმა უნდა, დასტაში ვეკითხე რა გავშალო მეთქი რა თემა და ესე სიურპრიზი აღმოჩნდა ესეთი წარსულიდან სტუმრის სახით და რა შემიძლია ამ გაშლის გარშემო ვთქვა, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ანუ წინა ისტორია, ვნახოთ რა გაკავშირებდათ ამ ადამიანთან, ანუ თავარი თემა არის სტუმარი წარსულიდან. ანუ ვიღაც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში წარსულიდან და ნახოთ რა გაკავშირებდათ ამ ადამიანთან და შემდეგ გავიგოთ ამჟამად აი რატო გამოჩნდა ხელახლა თქვენ ცხოვრებაში და რისი მომტანია მიიღოთ სიხარულით თუ მიუჯახუნოთ კარებით ხვირწი. ნახოთ ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, რამდენი ვარიანტი გავაკეთოთ. არა, ეს ძალიან ბევრია, 4 ვარიანტი იყოს, 7-6-იო შემომთავაზეს, მაგრამ ძალიან ვრცელი გამოვა ვიდეო. ესე თუ ვიჩქარებთ და მოკლედ ვილაპარაკებთ, შესაძლებელია ჩავეტიოთ კიდევაც დროში, ვნახოთ მაინც. იყოს 4 ვარიანტი. შევეცდები უფრო მოკლედ, ლაკონურად გადმოვცე აზრი, ვცდილობ კადრში ჩავატიო კარტები. ეს დასტა იყოს მანიშნებლად. მგონი ჩანს ყველა. ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. და ვნახოთ სიგნიფიკაცია გავაკეთოთ კლასიკურ დასტაზე და თუ რამე მოვიშველიოთ სხვა დასტებიც. ანუ სტუმარი წარსულიდან დავიწყეთ პირველი ვარიანტი, მართლაც აი პასუხობს უკვე დასტა დასმულ კითხვას და თემას, ადამიანი რომელიც წავიდა ზურგით დგას სხვა ნაპირებისკენ გაცურა, სხვა პიროვნებისკენ გაცურა, სხვა ოჯახში გადაცურდა თუ რაც არის ადამიანი რომელიც წავიდა, ანუ აქ ფიზიკურ პლანზე წასვლასაც შეიძლება ეხებოდეს საქმე, ანუ შეიძლება ცუდი არაფერი მომხდარა თქვენ შორის, მაგრამ მოუწია გამგზავრება დიდი ხნით შორს და ძალიან დიდი ხანია ურთიერთობა არ გქონიათ შესაძლებელი. ვნახოთ მაინც ვინ იყო ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ან ვინ არის, აქ არის ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკი, მინიმუმ, ანუ ყველაზე აუცილებელია რომ ის ყოფილიყო ოჯახის წევრი, ანუ თქვენ რო გაიაზროთ ვიზია ლაპარაკი, მეუღლეზე თუ არა ლაპარაკი, მაგრამ უმრავლესობისთვის ესე რეზონირდება. ნათესავი ვიღაც შეიძლება, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა არ გქონიათ, მოგივიდათ შეიძლება რაღაცა სერიოზული კონფლიქტი, ეს ადამიანი დგას ზურგით, დიდი ხანია დამთავრდა ეს ისტორია და ეს ადამიანი შესაძლებელია ხელახლა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ ეს ადამიანი როგორც თქვი, უმრავლესობისთვის იქნება ყოფილი მეუღლე და ასევე შესაძლებელია ყოფილიყო დედმამიშვილი. ნუ არავის არ გაგვიკვირდება რომ კონფლიქტები ძალიან ხშირია დედმამიშვილებს შორის, როცა მით უმეტეს როცა საქმე ეხება ქონების გაყოფას, ან თქვათ მშობლები ანიჭებენ რომელიმეს უპირატესობას და იქ ხდება რა თქმა უნდა ნაწყენობა. ეხლა აღარ მოყვებით ჩვენი მით უმეტეს ჩვენი ტრადიციების და იმების განხილვას, ძალიან ცუდ დამოკიდებულებას ქალების მიმართ და გოგონების მიმართ, თითქოს ისინი შვილები არ არიან, უნდა წავიდეს და მორჩა და აქ ქონების გაყოფაზეა საქმე და ლაპარაკი, ძალიან დაჩაგრულები არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. და მსგავსი რაღაც ისტორიაც შეიძლება იყოს, რადგან ადამიანმა გამოიჩინა ძალიან დიდი სიძუნწე, ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, გაცრავად ძალიან თბილი დამოკიდებულება, დიდი სიყვარული, მაგრამ რაღაცა მომენტში გამოიჩინა ძალიან სერიოზული ეგოცენტრულობა და ეგოიზმი, მზე ჩემო კარგებო, თან ვცდილობ ხოლმე რომ დასტებზე რატომ აღვნიშნე ეს რაღაცა კარტებზე ცოტა ინფორმაცია მოგცეთ ხოლმე, ვინც სხვა ტაროლოგებსაც უყურებთ, სხვა გაშლებსაც უყურებთ, იცოდეთ კარტების მნიშვნელობა. და მიხვდეთ ვინ სწორად კითხულობს, ვინ არა და ვის უსმინოთ და ვის არა. მზე ეგოცენტრულობის ყველაზე დიდი გამოვლინებაა
იმპერატორსაც ახასიათებს ესე თავისთავად და ძალიან სერიოზულად, მაგრამ მზე კიდე იმპერატორს ჯაბნის ეგოცენტრულობაში ხედავთ ბავშვს კარტზე, პატარა ბავშვს და იცით ბავშვები როგორები არიან, მე უნდა დამორჩა, ჩემია ყველაფერი, იმას არ აქვს გააზრებული დამოკიდებულება ხო მშობლების მიმართ თუ სათამაშოს მიმართ და ასევე მზე სამყაროს ცენტრი მე ვარ. ასეთი დამოკიდებულება დიდხანს მალავდა ამ ყველაფერს და მე აღმოჩნდა თქვენ და სამწუხაროდ ეს ადამიანი ასეთი ნარცისიზმით და ეგოცენტრულობით დაავადებული, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა დაპაუზდა ან გაიყინა საერთოდ. და ვნახოთ ეხლა რისთვის გამოჩნდა, რა უნდა, ან გამოჩნდება ახლო მომავალში, ზოგისთვის პოსტფაქტუმ რეზონირდება, რომ უკვე გამოჩნდა, ზოგისთვის ახლო მომავალში დაგიკრავთ თავს და ვნახოთ მიზეზი რა უნდა, რისთვის მოდის. მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, არ იცის როგორ მოიქცეს, არ იცის რა მოუხერხოს ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ისევე მის კომფორტის ზონას ეხება, მის კეთილდღეობას ეხება. სამომავლოდ შეიძლება რაღაც გეგმებიც ჰქონდეს, მაგრამ აი მის გეგმებს დაემუქრა საფრთხე. აქ უფრო მატერიალური სარჩულია, მატერიალური მდგომარეობა აქვს ცუდი, გამოსავალს ვერ ხედავს და მოგაკითხათ ან მოგაკითხავთ და რა შეიძლება მოყვეს ამის ხელახლა გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში. ისევ გულის ტკივილი, ისევ წყენა, ადამიანი ისევ იგივეს გააკეთებს, რაც ოდესღაც უკვე გააკეთა, ანუ მისი ხასიათი არ შეცვლილა, მას თქვათ თავისი შეცდომები არ უღიარებია და შეეცდება გამოგიყენოთ ისარგებლოს თქვენი გულმოწყალებით თუ მიიღებთ, ისარგებლოს თქვენი მატერიალური მდგომარეობით და იგივეს გააკეთებს გატკენთ გულს და წავა უკან მოუხედავად. მეორე ვარიანტი, ნახოთ რაღაც აქ ინფორმაციაზეა ლაპარაკი, შესაძლებელია წარსულიდან ადამიანზე ინფორმაცია გაიგეთ, პაჟები ხშირად წერილს, მესიჯს, ვიღაცისგან მოტანილ ამბავსაც გულისხმობს და თემიდან გამომდინარე აქ ინფორმაციაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით შეიძლება იმ ადამიანზე რაღაც ინფორმაცია მიიღეთ, ან თვითონ მოგწერათ, შეიძლება ეს უბრალოდ ელემენტარული თქვენ სურათზე სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი ან გული იყოს, დააგულა, დააღიმილა იქ და ნახოთ გაგრძელება ვინ არის ეს წარსულიდან და მერე გავიგოთ რა უნდა. ეს არის ადამიანი, უფრო ვფიქრობ ბიჭებისთვის რეზონირდეს, მაგრამ გოგონებო, თქვენს შეაბრუნეთ თქვენთვის სიტუაცია, თქვენს იმაზე მოაწყეთ და ხო სხვათა შორის რისი თქმა მინდოდა ამას წინათ YouTube-ზე მომწერა ქალბატონმა ალბათ არ დავკვირვები ვარ, გაშლებიო ვისთვის რეზონირდებაო და თუ მისმენს ეს ქალბატონი, დიდი ალბათობით და ან სხვა ვისთვისაც ეს გაშლების, საჯარო გაშლების ტექნიკა არ არის ცნობილი, ვიტყვი რომ ჩემთან მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუ რაიმე ძალიან კონკრეტული ინფორმაცია არ მოდის ასაკთან დაკავშირებით, არასდროს არ განსაზღვრავ, თქვათ ახალგაზრდისთვის არის თუ საშუალო ასაკისთვის და თუნდაც ხანში შესულისთვის, ასევე სქეს თუ ძალიან ცივი მნიშვნელოვანი კონკრეტიკა არ არის და დაზუსტება არც ქეს არ უსვავ ხაზს და ყველასთვის ერთნაირად რეზონირდება. მიუხედავად სქესისა, ასაკისა და სარწმუნოებისა. ეს როგორც კონსტიტუციაშია. ყველა თანასწორუფლებიანია და ჩემს გაშლებიშიც ასეა ზუსტად. ასე რომ ჩემო კარგებო, გოგოებს და ბიჭებს რო ვიძახი, ჩათვლით ისე რომ მარტო ახალგაზრდებისთვისაც არის, ჩვენ ყველა გულში ძალიან ახალგაზრდა ვართ, მე მაგალითად 52 წელს ვხდები და სულაც არ მიმაჩნია თავი ხანში შესულად ვთქვათ და თუნდაც შუა ასაკის გული არ ბერდება ჩემო კარგებო. ყველას ერთნაირად შეგიძლიათ უყუროთ ჩემს გაშლებს.
მაშინ ასე შემოკარგებულ, აქ არის ლაპარაკი დიდი ალბათობით ქალბატონზე, მაგრამ როგორც თქვი, გოგოებმა მოირიგეთ თქვენზე სიტუაცია. აქ იყო კონტაქტი, ფლირტი, შეიძლება რაღაცა დაწყებული ურთიერთობა, რომელიც სხვათა შორის არ გადაზრდილა არაფერს სერიოზულში. აი, ფლირტის დონეზე დარჩა, რაღაცა შეიძლება გაცნობა, სულად შეიძლება ერთი შეხვედრა ყოფილიყო და მერე შეწყვეტილიყო თქვენი ურთიერთობა, ან იყო მიმოწერა და შეწყდა. ადამიანი უეჭველი წარსულიდან და სხვათა შორის რატომღაც შეიძლება უფრო ესეთი ემოცია შეგრძნება მომდის, რომ თქვენ თქვით ამ ადამიანზე უარი. აი, რაღაცა არ მოგეწონათ, მძიმე პიროვნებად მოგეჩვენათ, რაღაცა შეიძლება ინტუიციამ გიკარნახათ, რომ ამასთან არაფერი არ გამოვა. შეიძლება იმასაც თვითონ წავიდა, თვითონ აღარ გამოჩნდა და აი ეს დუმილი ესე ძიმელოდად დაგაწყვეტ გულზე, რომ ვერ გაიგეთ რატომ და რისთვის ადამიანი აქტიურობდა და მერე შეწყვიტა ეს ყველაფერი. და დიდხანს ფიქრობდით შესაძლებელია ამ პიროვნებაზე უფრო აი აქ ტრაგედიას ვერ ვხედავ და დეპრესიებს და ძალიან ისე მძიმე განცდებს, მაგრამ აი უფრო ინტერესის სფერო, ინტერესი. რომ რატომ? ნეტა რატომ? აი ზუსტად ესეთი რაღაც მოდის, ეს ადამიანი დიახ წარსულიდან არის, დასტის ძირიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ თქვათ ეს იყო ძალიან ახალგაზრდობაში, ასაკს გააჩნია ბავშვობაში და მერე დაიკარგა ეს ადამიანი, წლებიც შეიძლება გასულია ამ ყველაფრის შემდეგ. და გახსენდებათ თქვათ ის ბავშვობის პატარა ფლირტი თუ რომანი თუ თავგადასავალი, მაგრამ ეს არ იყო ძალიან სერიოზული ურთიერთობა და არ იყო აი ამ ადამიანის გაუჩინარების შემდეგ რაღაცა ტრაგედია თქვენთვის. და ეხლა ან გამოჩნდა უკვე კონტაქტი შეიძლება გაქვთ, ან რაღაცა მინიშნება, როგორც თავიდან აღნიშნე, დააგულა, რაღაცა კომენტარი დაწერა და ასე შემდეგ. ან ვიღაცისგან გაიგეთ მის შესახებ ინფორმაცია. ვნახოთ აბა რისთვის გამოჩნდა. რა საინტერესოა. ჩემო კარგებო, თუ დამიჯერებთ და თქვენ თუ თავისუფალი ხართ და არ გყავთ წყვილი, არ გყავთ პარტნიორი, ან ყველას ჯვარი გწერიათ და არ გყავთ ცუდი პარტნიორი და ცუდ მდგომარეობაში არ იმყოფებით ვიღაცასთან და არ ფიქრობთ იმაზე, რომ შეცვალოთ ეს ადამიანი. მოკლედ, ეს პიროვნება მოდის ბედნიერებისთვის. ძალიან რთული მომენტები დასრულდა მის ცხოვრებაში, რატომ გამოჩნდა? რაღაცა სირთულეები იყო მის ცხოვრებაში, ან შეიძლება სულაც თქვენს ცხოვრებაშიც. გარკვეული ეტაპები უნდა გაგევლოთ, მასაც უნდა გაევლო რაღაც გარკვეული ეტაპები, ხა ათასნაირი რაღაც მიზეზი შეიძლება იყოს, ვიღაცის შემთხვევაში კარმული ვალი, ვიღაცის შემთხვევაში მაგიური ჩარევა და ასე შემდეგ და ან ისე ჩარევა და მოკლედ მთელი თაიგულია ხომე რაღაცა პრობლემების. რამაც შეიძლება გამოიწვია ის, რომ აი ეს დასაწყისი რაც იყო თქვენ შორის ფლირტი იყო თუ სიყვარულობანას თამაში იყო თუ რაც იყო, გამოიწვია რაღაცა გარკვეულმა მიზეზებმა ის, რომ გაქრა ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან და ეხლა მოდის იმისთვის, რომ მოიტანოს სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ძალა, ემოციები, სითბო, თუ რამე კარგი არსებობს და მოიტანოს ძალიან ხანგრძლივი ვადით, დიდი ხნით დარჩეს თქვენ ცხოვრებაში ბოლომდე თუ არა. მოკლედ აქ არაფერი, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ცუდი არაფერი არ იმალება და თამამად შეგიძლიათ, ვისთვისაც ნაცნობი იყო ისტორია, თამამად შეგიძლიათ გააგრძელოთ ურთიერთობა ამ ადამიანთან, მოდის ბედნიერებისთვის. ძალიან საინტერესოა მეორე ვარიანტი იმ მხრივ, რომ მანდ ჩართულია მთელი ისტორიები, რატო და რისთვის არ მოხდა თავიდან თქვენი ურთიერთობის განვითარება, თქვენი ერთად ყოფნა და არაფერი სერიოზული არ მოყვა იმ ყველაფერს, რაც დაიწყო, რადგან როგორც თქვი, კარმა, მაგიური ჩარევა,
კეთილის ყოფილი მეგობრები ბჭყალებში ვიძახი, ძალიან ხშირად რო არიან ხომ ესეთი კეთილის სურველები, ან ოჯახის წინააღმდეგობა, ან რაღაცა, მოკლედ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ მოდის ადამიანი იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, მაგრამ თუ ჩემს ინტუიციას და ჩემს სენსორებს დაუჯერებთ, ჩემო კარგებო, კარმული ისტორიებზეა მანდ ლაპარაკი და გადალახეთ როგორც ჩანს ის პრობლემები რაც იყო, ანუ კარმული პრობლემები, რასაც ქვია, თქვათ სასჯელი წინა ინკარნაციებიდან ამ ცხოვრებაში რაღაცა დააშავეთ ისეთი არ იმ ადამიანმა, რომლისთვისაც გაზღვევინეს, ან ისწავლეთ რაღაც და ამის შემდეგ ისევ ხდება თქვენი შეერთება. აი, იმიტომ არ უნდა ვქენი 7 ვარიანტი მაჩვენეს თავიდან, იმიტომ რომ შეუძლებელია ძალიან მოკლედ ვილაპარაკოთ და 7 ვარიანტი ჩამეტია ამ გაშლაში. ისევ წარსულზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ნოსტალგიის კარტი, მოგონებების კარტი, ბავშვობის კარტი, ხშირად ფოტოსაც აღნიშნავს, დაიმახსოვრეთ, ჩემ პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც მაგიურ ჩარევაზე არის საუბარი, რა როგორ ვიძიებ, რა თქმა უნდა, ვიკვლევ, რა არის გამოყენებული, რომ იმის ლიკვიდაციისთვის უფრო კარგი გზა და სანდო და გარანტირებული ხერხი მოუძებნო და წყლის 6-იანი სურათს მაჩვენებს. სურათი, მოგონებები შეიძლება გაქვთ კიდევაც ამ ადამიანის სურათები ტელეფონში. შეიძლება რეალურად ფოტოსურათი, ქაღალდიზე დაბეჭდილი. წარსულზეა ლაპარაკი. ნახოთ. ბავშვობის მოგონებებზეც შეიძლება ასე ვთქვათ. ვინ არის ეს ადამიანი, ვინ გამოჩნდა, ან გამოჩნდება ახლო მომავალში წარსულიდან. მოკლედ, ეხლა აქ ორი ვარიანტი შემიძლია ვთქვა. ნაკლებ სავარაუდოა მეუღლეზე, მაგრამ შესაძლებელია ყოფილ მეუღლეზე, მაგრამ ეს პროცენტულად უფრო ნაკლები იქნება მათ შორის, ვისთვისაც რეზონირდება მესამე ვარიანტი. აქ არის ადამიანზე ლაპარაკი, რომელმაც შეიძლება დანიშნულებზე იყოს ლაპარაკი, უფრო მეუღლეზე არა, რადგან შემდგარ ქორწინებას ვერ ვხედავ. შეიძლება დანიშნულები იყავით, შეიძლება ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდათ და აპირებდით დაქორწინებას, ანუ აქ თავარი მესიჯია, რომ ამ ადამიანთან გქონდათ პირადი ურთიერთობა, ანუ სასიყვარულო ურთიერთობა, არ არის მეგობარი, არ არის ნათესავი და ასე შემდეგ, ეს არის საყვარელი ადამიანი, ოდესღაც თქვენთვის, რომელთანაც ძალიან სერიოზული გეგმები გქონდათ, მიზნები გქონდათ, შეიძლება ერთად გეგმავდით, ოცნებობდით რაღაცებს, რაღაც ნაბიჯებსაც დგავდით იმისთვის, რომ საერთო მომავალი შეგექმნათ, მაგრამ მერყეობდა ეს ადამიანი, ყოყმანობდა, შეიძლება შეამჩნიეთ კიდევაც ეს მერყეობა, შეიძლება პირდაპირ იძახდა ხან კის, ხან არას, თქვენ სხვათა შორის საკმაოდ ესეთი შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი შეგენარჩუნებინათ, ყველანაირად უწყობდით ხელს, ცდილობდით, რომ კომფორტულად ეგრძნო თავი თქვენთან, გარანტირებულად მშვიდად და ასე შემდეგ, მაგრამ ამას შეეშინდა, ამ პიროვნებას შეეშინდა ქორწინების, აი ჩაჯდომის ოჯახში ზოგადად, უფრო არჩევანის მომენტი იყო, რომ ან სწავლობდა, ან მუშაობდა, ან კარიერული პერსპექტივები ქონა წინსვლის კარიერაში და აი ქორწინების შეეშინდა, რომ ვეღარ შეძლებდა წინსვლას და ზრდას კარიერულს. ასე რომ ჩემოკარგებო, ეს ადამიანი არის წარსულიდან, ადამიანთან ჰქონდათ ძალიან სერიოზული ურთიერთობები და მას შეეშინდა დაქორწინების თანაცხოვრების, თუ იყო ისეთი მომენტიც, რომ აი რაღაცა ეტაპი შეიძლება თუ იყო ქორწინება, ძალიან ხანმოკლე. შეიძლება რამოდენიმე თვეს გაგრძელდა, 1 თვეს, 2 თვეს, 3 თვეს, მაგრამ არ იყო ხანგრძლივი ქორწინება. ადამიანმა ვერ გაქაჩა ესე ვიტყვი. ნახოთ, აბა ეხლა რისთვის გამოჩნდა, ან გამოჩნდება ახლო მომავალში, რა უნდა. აჰა, გასაგებია, როგორც ჩანს, სამყარო ისე მოექცა, როგორც თქვენ მოგექცათ და სამართლიანად დაისაჯა კიდევაც.
შეიძლება გავიდა დიდი ხანი თქვენი ბოლო შეხვედრის კონტაქტის შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი როდესაც მოხდა, მოასწრო დაქორწინება და განქორწინება, ან ქორწინებამდე მისული ურთიერთობა ჩაეშალა. ბუმერანგი ესეთი კაი ტიპია, ყველას უბრუნებს იმ მონეტით, რა მონეტითაც სხვებს უხდიან. Ну, რა თქმა უნდა, ხა ხატოვნად ვლაპარაკობ მინიშნებებით, მაგრამ ყველა მე მგონი მიხვდა, რაც ვიგულისხმე. ვალს გადახდა. უყვარს, უხდება და ბუმერანგი ზუსტად ამ ვალებს ჩამოურიგებს ხოლმე ყველას, ვინც ამას იმსახურებს. და ზუსტად იგივე დაემართა, რაც თქვენ დაგიშავათ, მაშინ გული გატკინათ და იმედი აქვს, რომ შეძლებს, არ ვიცი, დიდი ალბათობით თქვენ შეიძლება არ გყავთ პარტნიორი, არ გყავთ წყვილი, უფრო მარტოობის კარტი მოდის. უკაცრავად და აქვს იმედი, რომ თქვენთან შექმნის ოჯახს. თავი შორს დაიჭირეთ, ჩემო კარგებო, თუ კი ოჯახი გყავთ. ადამიანმა შეიძლება, არ ვიცი, ნახოთ ახლა, აი ამისთვის მოდის და რისი მოტანა შეუძლია, ანუ თუ კი მარტო ხართ, არ გყავთ პარტნიორი, არ გყავთ მეუღლე და თქვათ დაუშვათ ის ალბათობა, რომ გული მოგიბრუნდეთ ამ ადამიანზე და შეიძლება ვერც დაივიწყეთ, ესეთი ტკივილი ხარ, როცა ოჯახს გეგმავ ყველაფერი და მე ადამიანი ესე ვერ გარისკავს უარ სიტყვის და მით უმეტეს თუ იყავით ერთად და წავიდა, თავისთავად დიდ დახს დაგასვავდათ და არც დაგავიწყდებოდათ, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც პატიობენ, ისე ოცნებობენ ყოფილების დაბრუნებაზე, არის კატეგორია, რომელიც არ პატიობს. ვნახოთ, აბა რისი მოცემა შეუძლია თუ კი ხელახლა შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. არაფერი კარგის, ჩემო კარგებო, ну რა თქმა უნდა თქვენინებაა. კიდევ გავიმეორებ, ხშირად ვამბობ ხოლმე შესაფერის მომენტში ამას, რომ ტარო და აი ეს ზოგადად ეს მანტიკური სისტემები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მომავალის განვითარების ალბათობა და თუ კი გარდაუვალი არ არის რაღაც მომენტები და ამასაც გვაჩვენებენ ხოლმე გარდაუვალ მომენტებს იშვიათად, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რასაც აი ვერ ავიცილებთ და უნდა ეს აუცილებლად გავიაროთ, რომ მე უკვე ეგ სხვა თემაა მე, მაგრამ ძირითადად მოვლენების განვითარების ალბათობას ხედავთ და ამის მიხედვით, რომ მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილება და არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენთვის სასურველი სასარგებლო არჩევანი გავაკეთოთ. ურთიერთობა იქნება პრობლემატური, ვინც მარტოა, ვინც ოჯახი არ შექმნა და საშუალებას მისცემს ამ ადამიანს დაბრუნდეს მის ცხოვრებაში. არის იმის ალბათობა, რომ შექმნათ ოჯახი. ეს მათთვის ვინც მარტო არის. მაგრამ ეს ოჯახი იქნება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ, იქნება კონფლიქტები. წყენის გაშვება ძალიან რთულია, შეიძლება გაგიჭირდეთ, შეიძლება სულ ეჭვები გქონდეთ, რომ აი მაზე ხო არ ფიქრობს, ვინც გული ატკინა. ან პირიქით თქვენ სიტუაციაშიც იყოს რაღაცა თუ განქორწინებული ხართ, თუ თქვენ შექმნით ოჯახი და მერე დაინგრა ეს ოჯახი, ან ყავდათ დიდი ხნის პარტნიორი. მოკლედ ბევრი ან შეიძლება აქ იყოს, მაგრამ ურთიერთობა იქნება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. არ იქნება ეს ისეთი სიამტკბილობით შეერთებული წყვილი და სიამტკბილობით შეაბერდი თუ ერთმანეთს როგორც იტყვიან, აი სიამტკბილობით დაბერება ერთ ბალიშზე არ იქნება, იქნება ყოველთვის კონფლიქტური სიტუაციები. ერთმანეთს თავპირს დაამტვრევთ და იქ ფანჯრების მტვრევა და ავეჯის მტვრევა იქნება სახში, მეთქი მაგასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ აი მაინდა-მაინც რაღაცა ისეთი ურთიერთობა არ ამგონია, რომ ჩამოყალიბდეს. აი რაღაც სულ სასწორზე იქნება ყველაფერი ყოველთვის. ну, სხვადასხვა მიზეზების გამო, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ვინც დაოჯახებული ხართ, ვისაც ყავთ მეუღლე, ან ყავთ სტაბილური პარტნიორი დიდი ხნის, ვისთანაც თქვათ გეგმავდით მომავალში ოჯახის შექმნას. და ეს ადამიანი ისევ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში. იცოდეთ, რომ თქვენი ოჯახი განსაკუთრებით დაქორწინებულებისთვის ვიძახი, დადგება საფრთხის ქვეშ. და
ამ შემთხვევაში კარგს ნამდვილად არაფერს მოგიტანთ და ძალიან ცუდი განვითარება და ფინალი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და ასე რომ დაფიქრდით, ჩემო კარგებო, მესამე ვარიანტს გულისხმობ, გიღირთ თუ არა ამ ადამიანის დაბრუნება, ოჯახის დანგრევად, ან იმ ადამიანის დაკარგვად, თქვათ, ვინც დიდი ხანი არის თქვენს ცხოვრებაში და ასე თუ ისე ბედნიერად გრძნობთ თავს და სამომავლოდ გეგმები გქონდათ. დაგაკარგვინებთ იმ ადამიანს. ეს მესამე ვარიანტი და ის მესამე პიროვნება, რომელიც დღეს გამოგვიჩნდა წარსულიდან. და ვნახოთ ბოლო ვარიანტი, მეოთხე. სტუმარი წარსულიდან. რა ხდება, აქ რაღაცა არჩევანზეა ლაპარაკი, აქ არ არის მძიმე არჩევანზე, რაღაცა გზის ორი გზა, შეიძლება აცდა თქვენი გზები ერთმანეთს, შემთხვევითობის გამო, ეს შემთხვევითობას პირობითად ვიძახით, რა თქმა უნდა, შემთხვევით არასდროს არაფერი არ ხდება და აი ესეთი თითქოს აი პარალელურ რეჟიმში მიდიოდა თქვენი ცხოვრება. ერთად კი არა და გადაკვეთებით კი არა, რაღაცა პარალელურ რეჟიმში მიდიოდა განვითარება, კარტები მიცვივა, მიჩქარის, რაღაც არჩევანზეც იყო შეიძლება ლაპარაკი და ვნახოთ ახლა რა არჩევანზე იყო ლაპარაკი, ან რა ურთიერთობაზე იყო ლაპარაკი. სხვათა შორის ეს ხანგრძლივი ურთიერთობა იყო და დიდი ხნის ისტორიაა, ჩემო კარგებო, აქაც პირად თემაზეა ლაპარაკი, პირად ურთიერთობებზე, სასიყვარულო იყო, დიდი ემოციები, დიდი გრძნობები, ხანგრძლივი, აი ძალიან მიჯაჭული ერთმანეთს. სხვათა შორის შეიძლება თავიდან რაღაცა კონფლიქტები და ისიც ყოფილიყო, მაგრამ ორივე მუშაობდით, რასაც ქვია თქვენს ურთიერთობებზე, ქონდათ ძალიან სერიოზული გეგმები და აქ იცით როგორ სიყვარულზეა, ჩემო კარგებო, ლაპარაკი, აი ჯერ წყლისათიანი ამდენ ემოციას გვაჩვენებს და გრძნობებს და როდესაც უკვე გამოიკვეთა ის რომ პირად ურთიერთობაზე და სიყვარულზეა ლაპარაკი და გვაჩვენებენ ჩამომხრჩვალს, ეს არის ღმერთი ოდინის სიმბოლო, ეს არის მსხვერპლის გაღება. ანუ ეს არის უპირობო სიყვარული, უკვე ღმერთმა ოდინმა თავისი თვალი გაიღო მსხვერპლად, ну ასეთი ლეგენდა რა თქმა უნდა და ადამიანებისთვის მოიპოვა ცოდნა რუნების სახით. ისევე როგორც ჩვენი ამირანი მიაჯაჭვეს კედელს ცეცხლის მოპარვის გამო. ცეცხლიც არის ცოდნა, სინათლე და ღმერთ ოდინს მე ამირანთან ვაიგივებ ხოლმე ჩვენს მითოლოგიიდან მოგეხსენებათ ალბათ ყველას და ესეთი სიყვარული იყო, უპირობო სიყვარული თქვენ შორის. რაღაცა ეტაპზე მოხდა შეყოყმანება, თითქოს აი რაღაც გეგმავდით საერთო მომავალს, შეიძლება დაქორწინებასაც აპირებდით, შეიძლება იყავით კიდევაც ერთად ქორწინებაში, მაგრამ თითქოს ქორწინებას არ მაჩვენებს, ну ვიღაცისთვის შეიძლება ქორწინებაც იყო, მაგრამ რაღაც მომენტში შეგეპარათ ეჭვი, აი აქ კითხულობს დიდი სიყვარულის ისტორიას, ერთმანეთში შეიძლება მას შეეპარა თქვენში ეჭვი, შეიძლება თქვენ შეგეპარათ ეჭვი, რაღაცა ჩარევებზე იყო აქ ლაპარაკი, მესამე ზედმეტიაზეა ლაპარაკი, რომელმაც დაასრულა თქვენი ურთიერთობა. ეს მესამე ზედმეტი შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, თქვათ, თაყვანისმცემელი მისი, თქვენ გაიჩინეთ საყვარელი, მან გაიჩინა საყვარელი, ან რაღაცა ესეთი, მაგრამ ფაქტიურად ვფიქრობ არ ყოფილა, იმიტომ რომ აქ იყო ძალიან დიდი სიყვარული ერთმანეთის, მე ვერსია წამოვაყენე მესამე ზედმეტის სახით, მაგრამ უფრო შესაძლებელია ნათესავები, მეგობრები, ბჭყალებში კეთილის მსურველები, მოკლედ გარეშე ჩარევებმა და ასევე შესაძლებელია თქვათ აი ეს მესამე ზედმეტი, რომელიმეს სამსახური. თუნდაც ის რომ თქვათ გადაჭარბებული დრო მიქონდა თქვენ სამსახურს, ძალიან ბევრს მუშაობდით, ძალიან ბევრ დროს და ენერგიას უთმობდით, ან ის, მოკლედ ბევრი რამ შეიძლება იყოს, რომ არ გავაგრძელოთ, მაგრამ იყო გარეშე ჩარევა, რის გამოც დასრულდა თქვენი ისტორია. აი რაღაცა ეჭვის შეტანა, რაღაცა აი წაბორძიკება ურთიერთობაში, პატარა წაბორძიკებამ გამოიწვია თქვენი ურთიერთობის დასრულება. აქ არ იყო რაღაცა ისეთი კონფლიქტები და ეჭვიანობები და ჩხუბები და გარჩევები და რაღაც ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია მართლა, ეხლა მე რასაც გრძნობ ამ ურთიერთობაზე და რასაც ვხედავ, ჩემო კარგებო, ესეთი უპირობო სიყვარული, ესეთი შესაფერი სიწყვილი, თქვენ რო იყავით.
ხშირად არ გვხვდება და გულდასაწყვეტია, რომ რაღაცამ ესე სერიოზული დაბრკოლება რაღაცამ ან ვიღაცამ, მცირე პატარა რაღაცამ, როგორც ჩანს, ასეთი დიდი სიყვარულის ფონზე ის პატარა რაღაცა შეცდომა თუ ფეხის გადაბრუნება თუ შეყოვნება ვერ აპატიეთ ერთმანეთს ან ერთ-ერთმა თქვენგანმა. აჰა, ძალიან ძალიან ცუდი და ვიღაცის შემთხვევაში, აი რომელიღაცის შემთხვევაში ძალიან მსუბუქად რაღაცა ნეგატივსაც ვგრძნობ ვიღაცის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ იქნება, თქვათ, ყველასთვის. ვიცი, ხშირად არიან, რომ იმეცებღა უჭებიან, რომ იქნებ ნეგატივის ბრალია, მაგრამ ყოველთვის არ არის. აქ არის რაღაცა ერთი შემთხვევა, შესაძლებელი ისიც ლაითი რაღაცა მსუბუქი, ან უკვე ვადა გაუვიდა იმ ჩარევას, მაგიურ ჩარევას, ვისიც იყო და იმიტომ გრძნობ მსუბუქად და თუ კი ვადა გაუვიდა, ან გაწმენდა მოხდა ამ ადამიანის, ვიზეც იყო ეს ნეგატივი, თავისთავად აღარ იგრძნობა იმდენად მტკივნეულად და უკვე გზებიც გაიხსნა ამ ადამიანს თქვენსკენ. ნახოთ, ეხლა რისთვის გამოჩნდა, ან გამოჩნდება ახლო მომავალში. ისევ იმისთვის, რაც თავიდან მიზანი ჰქონდა, რაც თავიდან გეგმები ჰქონდათ, დაბრუნებისთვის, ოჯახისთვის, სიყვარულისთვის, ამისთვის გამოჩნდა ისევ. შედეგი? ნახოთ, ღირს თუ არა ამ ადამიანისთვის შანსის მიცემა. შანსის მიცემა ღირს, ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა, ის რაღაცა კონფლიქტი იყო თუ რაც იყო თქვენ შორის იყო ძალიან ლაითი, ძალიან უმნიშვნელო და აი ესეთი რაღაცის გამო, არ საყვარელი ადამიანის დაკარგვა ცოტა არ იყოს, მართლა სისულელეთ მიმაჩნია, მაგრამ არავის არ განსჯი და მით უმეტეს თუ ნეგატივი იყო ვიღაცაზე და აი ეს დამთავრდა ეს ყველაფერი, ღირს რა თქმა უნდა შანსის მიცემა, მაგრამ აი ვისთვისაც ეს მეოთხე რეზონირდა, სერიოზულად გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალს, ტაროლოგს, არ ვიცი, ან ვიღაცა სხვას კიდე, ვინც რა სისტემით მუშაობს და ინდივიდუალურად გაარკვიოთ ღირს თუ არა ამ ადამიანის დაბრუნება, რადგან ბევრისთვის რეზონირდება შესაძლებელია და ყველა სიტუაცია იქნება განსხვავებული და მარტო ჩემს სიტყვას და საჯარო გაშლას დაეყრდნობით, რომ მისცეთ შანსი და მე ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაც შეცდომა დავუშვათ. ამიტომ ჯობია მიმართოთ პირად კონსულტაციას. უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, რეზონირდება ისე როგორც თქვი, მაგრამ თავი დავიზღვიოთ, ჩემო კარგებო. და მიმართეთ პროფესიონალს რჩევისთვის და დახმარებისთვის. გირჩევთ მეოთხე ვარიანტს. მე კიდროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.